ადექი ჩვენ როგორც მუსლიმები ორგანიზებაში ვერთვებოდით და იმ სივრცეებში მივდიოდით, იმ მადლით, სიყვარულით და ვნებით, რაც მათ ჰქონდათ სოციალური სამართლიანობის ამ სივრცეებში. ეს მართლაც მიბიძგა, რომ შემერთებოდა ამ რწმენას. მამდანის გამარჯვების შემდეგ DSA ცდილობს გააფართოოს თავისი პოლიტიკური გავლენა მთელ ამერიკაში. ჩვენ მიცოდით, რომ ეს მხოლოდ ერთი არჩეული თანამდებობის გამარჯვებები არ იყო. ეს იყო მოძრაობის გამარჯვებები. ახლა ნიუ-იორკში 10 პოლიტიკოსი იღრის კენჭს ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების სიით, მათ შორის 2 კონგრესის კანდიდატია. სრულიად დასავლეთის აღმოფხვრისთვის ბრძოლა არ არის განცხადება, რომელსაც ელოდები, რომ ღიად მოისმენ ვინმესგან, ვინც ახლახან აირჩიეს ნიუ-იორკის წარმომადგენლად. დიახ, არაერთი, არამედ 3 გიჟური პოლიტიკური კანდიდატი აირჩიეს, მას შემდეგ რაც მამდანიმ ისინი რეკომენდაცია გაუწია. და ეხლა შეგვიძლია ფაქტობრივად ვთქვათ, რომ ისლამისტური შეთქმულება სოციალისტების გამოყენებით ამერიკაში რადიკალიზაციის შემოტანის მიზნით ნამდვილად გამართლდა. ნეტავ შემეძლოს მეთქვა, რომ ვაჯარბებ, მაგრამ ეს არის დარალიზა ავილა შევალიე. ის არის ყვადის დამფუძნებელი და ეს არის მათი მიზანი, ბრძოლა დასავლური ცივილიზაციის სრული აღმოფხვრისთვის. ჩვენ ვეძებთ საზოგადოებას და განადგურებას მებრძოლებისგან გლობალურ სამხრეთში. ეს ნახა 1,700,000 ადამიანმა და ეს სრულიად შეშლილია. დარილაზა თავისთავად გიჟია, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო ცუდი კანდიდატებიც გვყავს, რომლებიც ამერიკელმა ხალხმა აირჩია, რომლებიც არჩეულნი არიან DSA-ის გამო. ეხლა თუ ჯერ კიდევ არ იცით რა არის DSA, აუცილებლად უნდა გაიგოთ მათ შესახებ. იმიტომ რომ მათი გეგმა, მათი შეთქმულება ამერიკის დასამხობად იმდენად სწრაფად და ინტენსიურად განვითარდა, რომ ბევრ ჩვენგანს სიურპრიზად დაგხვდა. და ეხლა დროა, რომ ამ ორგანიზაციას ისე მოვექცეთ, როგორც სინამდვილეშია. გარდა იმისა, რომ ის პირდაპირ ალამაზებს ისლამიზაციას, რაც თავისთავად სიგიჟეა, მოусმინეთ რას ამბობს, რა გეგმა აქვს. ჩვენ ვესწრებოდით ორგანიზებას, როგორც მუსლიმები. ჩვენ ჩანდით ამ სივრცეში, იმ მადლით, სიყვარულითა და ვნებით, რაც მათ ჰქონდათ სოციალური სამართლიანობის ამ სივრცეებში. ეს მართლაც მიბიძგებდა, რომ მიმეღო ეს რწმენა. და მინდა დავრწმუნდე, რომ ამას ასახავს ჩვენი ქმედებები, რომ მე ამას ვასახავ ყველა იმ სივრცეში, სადაც ვარ. და რომ იცით, ინშალა, თუ კონგრესში მოხვდებით, ამას ასევე ავსახავთ ძალაუფლების დერეფნებშიც. ცხადად, ღიად განაცხადა. მას სურს, რომ ისლამი ასახოს კონგრესის დერეფნებში. მარტივია, ადვილია, მაგრამ ნუ იდარდებთ მეგობრებო. ეს ადამიანები მხოლოდ კონგრესის დერეფნებში არ სურთ წარმომადგენლობა. ისინი აქტიურად ავრცელებენ ტერორისტულ სიმბოლიკას. ეს არის პალესტინელი აბარ ქავასი, რომელმაც ნიუ-იორკის შტატის სენატში ადგილი მოიპოვა და ის პირდაპირ ჰამასის დროშას აფრიალებს. ადექით მთელი ეს წეული სისტემა ადექით. დახურეთ ის, ადექით. ეხლა თქვენ ყავთ ერთი ქალი, კარგი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მისია და ორგანიზაცია სადაც მუშაობდა, დასავლური ცივილიზაციის განადგურებაა. სხვა ქალი, რომელიც ამბობს, კი, მე ტერორისტების მხარდამჭერი ვარ და ეხლა ისინი ამერიკელ ხალხს წარმოადგენენ მთავრობაში. ეხლა როგორ მოხდა ეს საერთოდ? ეს არის კითხვა, რომელსაც ყველა ვუსვამთ საკუთარ თავს. სხვადასხვა მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე ვარ თქვენი წამყვანი. არ დაგავითხრეთ გამოწერის ხილაკზე დაჯერა და სხვა საჭირო ქმედებების შესრულება. მალე ძალიან საინტერესო განცხადება მექნება იმ ახალი პროექტის შესახებ, რაზეც მუშაობთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან და შემოგვიერთდით ამ გზაზე. ეს საოცარი იქნება. თქვენ შეძლებთ დაეხმაროთ და მხარი დაუჭიროთ ამას, მაგრამ ამას მალე გამოვაცხადებთ. მეგობრებო, რაც აქ ხდება, სრულიად გიჟურია. და ეს ნაწილობრივ იწყება რაღაცით, რასაც DSA ქვია. ეხლა ეს არხი მგონი 2 დღის წინ გაეშვა და 2026 წლის ივნისში უკვე 199,000 გამომწერი ჰყავს, რადგან ისინი აკეთებენ იმას, რასაც DSA-ს უწოდებენ, უყურებენ და აკვირდებიან ამერიკის დემოკრატ სოციალისტებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ DS, სოციალისტები, რადიკალური, შეშლილი, მემარცხენე იდეოლოგია, რომლის შეღწევასაც ამერიკა წლების განმავლობაში ებრძოდა, ახლა აქტიურად არის ჩართული ამაში. იმ ადამიანების არჩევა, ვინც თქვენ სენატში შედის, სრულიად სიგიჟეა. და ბევრი არ სჭირდება იმის დანახვას, რამდენად საშიშია ის იდეოლოგია, რომელსაც ისინი ავრცელებენ. ხომ ასეა? ასე რომ დემოკრატიული სოციალისტი და ნიუ-იორკის დემოკრატიული კანდიდატი
კანდიდატი Claire Waldesi უკვე $900,000 მეტი მიიღო ისლამისტური ლობისგან. ადრე ეს იყო $100,000. DSA და ისლამისტები ერთად მუშაობენ, რომ ამერიკა დაანგრიონ. ჩვენ უკვე ვიცით ამ წითელ-მწვანე ალიანსის შესახებ. ეს ძველი ამბავია. ამბავი ისეთივე ძველია, როგორც შეიძლება იყოს. თქვენ ნახეთ რა დაემართათ წითლებს და მწვანეებს ირანში. იმ წამსვე, როცა ისლამისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათ გაანადგურეს და გააქრეს ყველა სოციალისტური აზროვნება, ზუსტად ისევე, როგორც აქ აპირებენ. მაგრამ ისინი ყველაზე საშიშ ადამიანებს აყენებენ თავრობის პოზიციებზე და როცა ვამბობ ისინი, ვგულისხმობ, რომ ეს მათი სტრატეგიის ნაწილია. ეს უბრალოდ შეცდომა არ არის. აქ არის შესანიშნავი ვიდეო Canary Mission-ისგან, რომელიც ამას ხსნის. მას შემდეგ, რაც მამამდანიმ გაიმარჯვა, DSA ცდილობს გააფართოვოს თავისი პოლიტიკური გავლენა მთელ ამერიკაში. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მხოლოდ ერთი არჩეული თანამდებობის გამარჯვებები არ იყო. ეს იყო მოძრაობის გამარჯვებები. ახლა ნიუ-იორკში 10 პოლიტიკოსი იღრის კენჭს ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების სახელით. მათ შორის 2 კონგრესის კანდიდატია. ჩვენ დავწმუნდებით, რომ ჩვენ როგორც ძალა უდავოები ვართ. ის ჰასან ბაიქერია სხვათა შორის. იცი ის ბიჭი, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა იმსახურებდა 9/11-ის ხო და რომ მოუთმელად ეოდება, როდის დაიღრება კაპიტალისტების სისხლი ქუჩებში. და არა მხოლოდ ნიუ-იორკის პოლიტიკა. არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკა. ყველა DSA-ის კანდიდატი ერთსა და იმავე გზას მიყვება. ისინი იწყებენ კამპუსის რადიკალიზმით, შემდეგ გადადიან ქუჩის ორგანიზებაში, შემდეგ კი DSA-ის პოლიტიკური მანქანის მხარდაჭერით იღრიან კენჭს. ნიუ-იორკის DSA ნულიდან აშენდა. მათ შექმნეს მთელი პოლიტიკური მანქანა. ჩვენ უნდა ვაქციოთ DSA ქარხნად. გადავდივართ გარედან მოტანილი აგიტატორებიდან რეალური ძალაუფლების მქონე ადამიანებზე. პირველი ნაბიჯი კამპუსის რადიკალიზმი. როგორც მომამდანი, რამდენიმე კანდიდატმა დაიწყო რადიკალიზაცია კამპუსის აქტივისტურ ჯგუფებში, როგორიცაა სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის, ანუ SJP, რომელიც დაფუძნებულია ამერიკაში ძალადობრივი აჯანყების წახალისების იდეაზე. ეს არის ფერმერი, ეს არის мама. მეორე ნაბიჯი ქუჩის ორგანიზება. სწავლის დასრულების შემდეგ ამ კანდიდატებმა ქუჩაში დაიწყეს მოქმედება. ორგანიზებდნენ პროტესტებს Black Lives Matter-ის არეულობებთან, პრო-ჰამასის აქციებთან და ექსტრემისტულ პროფკავშირებთან დაკავშირებით. DSA-ის მრავალი კანდიდატი არაერთხელ დააკავეს კერძო საკუთრებაზე უკანონოდ შეჯრისა და საგზაო ბლოკადების გამო, რომლებიც განზრახ დაადგინეს დაკავების მიზნით. ჩვენ გვაკავებენ. უკვე 10 წელზე მეტია მუშაობთ Black Lives Matter-ის აქტივისტებთან ერთად. ახლა ხან დავიკავეთ Hopeful-ის Office PC. რადიკალური აქტივიზმი არის გზა DSA-ის მხარდაჭერისკენ. და ახლა ჩვენ ძალაუფლებაში მოვდივართ. პოლიტიკაში მოვდივართ. როგორც კი გამოავლენენ რადიკალ ორგანიზატორებს DSA იწვევს, სადაც მათ ამზადებენ, წორთნიან, უჭერენ მხარს და აძლევენ რესურსებს, რაც პოლიტიკაში შესასვლელად სჭირდებათ. ჩემი მეგობარი, რომელთანაც ორგანიზების პროცესში დავახლოვდი, თხოვა რომ შტატის ასამბლეაში კენჭი მეყარა. ეს მოხდა Queens-ის DSA-ის საარჩევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ჯულია მოიწვიეს. მე კი ბედნიერება მქონდა. მოეწვიათ რომ კენჭი დამეყარა თანამდებობაზე. ასე რომ მე DSA-ში შევედი იმიტომ რომ ამ პოზიციაზე კენჭი დამეყარა მომიწვიეს. ასე რომ მე DSA მომიწვია. დემოკრატიული სოციალისტების მანქანა თავისი ფასი აქვს. როგორც კი კანდიდატი DSA-ის მხარდაჭერას მიიღებს, მისი ერთგულება აღარ ეკუთვნის ამ მომრჩევლებს ან დემოკრატიულ პარტიას, მხოლოდ DSA-ს. ჩვენი კამპანიის ყველა ნაწილი ტარდება როგორც ჩვენი ბროუარდის DSA-ის, ასევე ამერიკის დემოკრატიული სოციალისტების საერთო პროექტი. ეს ის ხალხია, ვის წინაშეც მე ვაგებ პასუხს, ჩვენს წევრებს, არა მხოლოდ აქ, სამხრეთ ფლორიდაში, არამედ 100,000-ზე მეტ წევრს მთელი ქვეყნის მასშტაბით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ ახსოვთ, რომ ისინი ამ ორგანიზაციის წევრები არიან და ეს ორგანიზაცია მათ გვერდით დგას. ჩვენ გაგაჩენინეთ ეს შესაძლებლობა და შეგვიძლია, იცით, თუ ჩვენგან წახვალთ და დაგტოვებთ, შეგვიძლია ეს შეგიზღუდოთ. ეს არის კადრების მომზადების ჯაჭვი. DSA არჩევს ქუჩის აგიტატორებს, მათ პოლიტიკურ კანდიდატებად აქცევს და შემდეგ მხარს უჭერს, რომ თანამდებობებზე მოხვდნენ, სადაც მათი კონტროლი შეიძლება, რათა DSA-ის ექსტრემისტული დღის წესრიგი გაატარონ. როგორც ორგანიზატორი მე ვეუბნები ხალხს, რომ ჩემთვის უნდა მოაწყონ კამპანია. ჩვენ მოძრაობას შემოვიყვანთ. ეს მოძრაობაზე. DSA-ის პოლიტიკოსები დემოკრატები არ არიან. ისინი იმ მანქანის ნაწილია, რომელიც ამერიკული დემოკრატიის შესარკევად არის შექმნილი. გაიგეთ მეტი DSA-ის გეგმების შესახებ ამერიკის დასამხობად ვებგვერდზე canarymission.org. ეს პირდაპირ ამაზე რზენია. იცით, მგონია რომ ხალხს ხშირად გონია რომ აჯარებებ, როცა ამბობ მსგავს რამეს. თითქოს არსებობს გეგმა ამერიკის დასამხობად. არსებობს რეალური გეგმა და ეს ისე აშკარაა, რომ ყველა შეუძლია დაინახოს და ეს მუშაობს, რადგან რაღაც მიზეზით არიან იდიოტები, რომლებიც მართლაც ებმებიან იმაში, რასაც DSA ყიდის. და ჩვენ მივალთ ამ რიცხვებამდე. რამდენმა სულალმა ამერიკელმა აირჩია DSA ისე, თითქოს ისინი დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ.
მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბენ შაპირო, რომელიც აკრიტიკებს იმ პოდკასტერებს, რომლებმაც DSA-ს ხელი შეუწყეს. ასე რომ კიდევ ერთხელ, დემოკრატიულ პარტიასთან დაპირისპირება მომგებიანი პოლიტიკური სტრატეგიაა. კარგი, გასაგებია. ეხლა კი გვაქვს მესამე ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც ძალიან ყურადღებით არ ადევნებენ თვალს, ხომ ასეა? ჯო როგანი, ან თელვონი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სიხარულით მასპინძლობენ DSA-ს წევრებს და არ უსვამენ მათ რთულ კითხვებს, არამედ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად რევოლუციურები არიან ისინი და როგორები არიან. ისინი მართლა იცით პოლიტიკურად ყველაფერს ცვლიან. არც ერთი სიღრმისეული კითხვა, არც სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე საუბარი, მაგრამ ისინი მართლა მაგარ TikTok-ებს აკეთებენ. და სანამ ისინი ქმნიან მაგარ TikTok-ებს, შთამაგონებელ TikTok-ებს და საუბრობენ პრობლემებზე, რაც რა თქმა უნდა ის თემაა, რაზეც პოდკასტების სფეროს უყვარს საუბარი. მათ არასდროს უყვართ გადაწყვეტილებებზე საუბარი, მაგრამ ძალიან მოსწონთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სისტემის პრობლემებზე წუწუნებენ. რადგან ახლა შენ უკვე საქმის კურსში ხარ და მთელი ეს დანარჩენი სისულელე. ესე რომ, ეს საკმაოდ დიდი ჯგუფია. ისევ, 18-დან 39 წლამდე ადამიანებისთვის ეს არის შუაში მყოფი გამოთიშული ჯგუფი. ეს არის 14%. ეს საზიზღრობაა. საზიზღრობაა, რომ პოდკასტერები ესეთ რაღაცებს ხელს უწყობენ და ადამიანები ამ სასაცილო TikTok-ის სიტუაციას ებმებიან. ეს დაახლოებით ასეა. კანდიდატმა საყვარელი ვიდეო გადაიღო. მოდი მას ავირჩიოთ. მაგრამ ხედავთ, DSA-ს მხოლოდ მაშინ შეუძლია წარმატების მიღწევა იმაში, რასაც აკეთებენ, თუ ისინი მზად არიან გაავრცელონ ეს იდეოლოგია, რომ ამერიკელად ყოფნა საშინელი რამეა. და ისინი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ ამას. იცით უბრალოდ ეს მთელი იდეა, რომ ხალხმა გადაწყვიტა, რომ აღარ ამაყობენ თავიანთი ქვეყანით. DF Tracy ეს ძალიან ნაწუხებს, რადგან ჩვენ ცხოვრობთ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკაში დავიბადეთ. ჩვენ ვართ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე კურთხეული და პრივილეგირებული ხალხი. ამიტომ ვაქვეყნებთ ჩემს სოციალურ ქსელებში ყველა იმ გამარჯვებას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აღწერს, როგორ ალამაზებს ის ვაშინგტონს, რადგან მინდა რომ ახალგაზრდა თაობები კვლავ აღფრთოვანდნენ ამერიკით. მე მაგალითად ძალიან აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ ზეიმობ მე-4 ივლისს. ვაშინგტონი ულამაზესად გამოიყურება. ყველგან ევროპელები არიან, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან და ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო მე-4 ივლისი. ხალხი, რომელიც საიდან მოდის? 10 დემოკრატიდან მხოლოდ 2 ამბობს, რომ ამაყია ამერიკით. 10 დემოკრატიდან 2 ეს საშინელი მაჩვენებელია. ეხლა მოდით ძალიან სუპერ დუპერ ნათლად ვთქვათ. DSA იგივე არ არის, რაც დემოკრატიული პარტია, მაგრამ ისინი იყენებენ დემოკრატიულ პარტიას. მოусმინეთ, რას ამბობს ეს კაცი. კანდიდატები დემოკრატების სახელით იკრიან გენჯს. ჩვენ ვართ დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიაში. ჩვენ ვიბრძვით პრაიმერიზებზე. და როცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში არიან, დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წევრები არიან. მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით იმ გზას, როგორც დემოკრატიული პარტიის establishment-ი აცბობს ან მართავს თავის პარტიულ აპარატს. ამიტომ ვცდილობთ დამოუკიდებლობა ავაშენოთ მოხალისეების მიერ მართულ მოძრაობაზე ფოკუსირებით. დემოკრატიული პარტია მიითვისა რადიკალურმა სოციალისტურმა პარტიამ. და თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ამის შედეგებს, მოდით მოусმინოთ ქლოის. ის რაც გუშინ ღამით ნიუ-იორკში მოხდა, ყველანი უნდა შეაშინოს. და აი რატო? ნიუ-იორკში დემოკრატების პრაიმერები ჩატარდა, მაგრამ ჩვეულებრივი დემოკრატების არჩევის ნაცვლად. ამ მომრჩევლებმა აირჩიეს კიდევ უფრო მაცხენა სოციალისტი კანდიდატი. ეს ადამიანები ყველა ილჰან ომარის მხარდაჭერით და ყველა ამერიკის მტერი. ეს ერთი, დარია ელიზა, მან ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო და თქვა, რომ თუ ხელსახოცი დაავიწყდებოდა, ამერიკის დროშას გამოიყენებდა მოსაწმენდად. მან კოლუმბიის უნივერსიტეტში თანა დაარსა ჯგუფი, რომლის მიზანიც იყო დასავლური ცივილიზაციის სრული განადგურება. ახლა ის კონგრესში მიდის. ეს ერთი კლერ ვალდესი იბრძოდა იმისთვის, რომ არალეგალებისთვის მიეცათ მოქალაქეობა და საარჩევნო უფლება. ქვენი გადასახადებით დაფინანსებულიყო ტრანსქირურგიული ოპერაციები და გაუქმებულიყო კერძო დაზღვევა კომუნისტი კონგრესში. ბრედმაც გაიმარჯვა, მაგრამ ტექნიკურად ებრაელია. ამიტომ მოუწია თავი ისე მოიჩვენებინა, თითქოს ებრაელი არ იყო და ეს გაეკეთებინა, რომ არჩევაში გაემარჯვა. ალლაჰი, ვინ ალლაჰი, ვინ ახად, ალლაჰი. ვინ ზულ კაფირინ. ამ გოგომაც მოიგო შტატის ასამბლეის ადგილი. ის არალეგალების შვილია. ერთხელ მან ჰამასის თავსაფარი ატარა პროტესტის დროს და 9/11-ისთვის ამერიკის რასიზმი დაადანაშაულა. თაი რატო არის ეს მნიშვნელოვანი? ჩვენ ვუყურებთ, როგორ იკავებენ დემოკრატი, სოციალისტები, კომუნისტები დემოკრატიულ პარტიას და სად გვინახავს ეს ადრე, წინა საბჭოთა რუსეთში. თქვენ ქალდათ ბოლშევიკების კომუნისტური პარტია და მენშევიკები და ვლადიმერ ლენინი აკონტროლებდა ბოლშევიკებს და მას სურდა გაენადგურებინა მენშევიკები, ანუ ჩვეულებრივი დრივიდემები. მუდმივად ერთი და იგივე თამაშია. მიდიხარ ჩვეულებრივ დემოკრატიულ რაიონში, იკავებ მას და შემდეგ ჩვეულებრივებს რადიკალებიც რადიკაცვლი. მერე კი ამტკიცებ, რომ შენი შეშლილი უმცირესობა უმრავლესობაა. შექმენი სრულ შეგრძნება პოპულარობისა. გააჩინე შთაბეჭდილება, თითქოს უმცირესობა პოპულარულია. გაავრცელე ეს ახალგაზრდებში და აიძულე ყველა ამაზე ილაპარაკოს. ლენინმა ზუსტად ასე გააკეთა. შემდეგ კი ტრადიციული მენშევიკები გაწმინდა და ძალა უფლება ჩაიგდო ხელში. ამიტომ უმცირესობა ქაღალდზე უმრავლესობად იქცევა. ლენინისთვის მენშევიკები საკმარისად რადიკალურები არ იყვნენ და დღევანდელი სოციალისტებისთვის დემოკრატები საკმარისად რადიკალურები არ არიან. მამდანი დღევანდელი ლენინია.
თქვენ ხედავთ მათ ვიდეოებს სოციალურ მედიაში, სადაც ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ ეს არის ახალი ტალღა. თითქოს აქეთ მივდივართ და ესეც ძალით თავსმოხვეული ტრენდია. ის ცდება. უმეტესობა არ უნდა ამერიკის და მისი მოკავშირეების მოძულე კერძო საკუთრების ჩამომთმევი, გადასახადებით გაგუდავი, ტერორიზმის მოყვარული, გენდერის შეცვლაზე ორიენტირებული, ამერიკის დროშის შეურაცხყოფელი კანდიდატები. მათ კომუნისტები არ უნდათ. მათ სურთ ნორმალურობა. ხოლო 10%-მა ნიუ-იორკის ცხოვრებთან მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. უმეტესობა სახლში დარჩა. მათ არ აინტერესებთ, მაგრამ იცით რა, გულგრილობა აძლევს ხმას შეშლილებს. დღეს ეს კონგრესმენებია, ხვალ სენატის კანდიდატი იქნება ნაცისტური ტატუს მქონე ბიჭი. შემდეგ წელს კი პრეზიდენტობის კანდიდატი AOC იქნება და მერე კომუნისტები იქნებიან ხელისუფლებაში. მეგობრებო, დროა უფრო ყურადღებით ვიყოთ ადგილობრივი არჩევნების მიმართ, სანამ ეს ყველაფერი თქვენ და მთელერს არ შეგჯამთ. ძალიან ბნელი პერსპექტივაა, მაგრამ ასე იქნება მთელი ამერიკა, თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ. აი, ეს ქლოია. ის შესანიშნავია. ძალიან მომწონს მისი კონტენტი. ბიჭო, ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ამ ხალხს ამის გაკეთების უფლებას. ისინი გვიყვებიან თავიანთ სტრატეგიებს, გვიყვებიან თავიანთ გეგმებს და ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ამის უფლებას. გონია დროა შევწყვიტოთ წინააღმდეგობის გაწევა. მადლობა რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.